პალესტინელების შემდეგი ჯგუფი, რომელიც ღაზაში 5 თებერვლის გამთენიისას დაბრუნდა, ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ჩავიდა. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ეგვიპტესთან მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ხელახლა გაიხსნა. ჯგუფი ავტობუსით ჩავიდა, რომელსაც გაეროს მანქანები აცილებდნენ. ადგილზე მათ ნათესავები დახვდნენ. სამაქალმა, რომელმაც 4 შაბათს ღაზაში გადასვლა შეძლეს, მედიასთან იმ ტანჯვის შესახებ ისაუბრეს, რაც ამ დროის განმავლობაში განიცადეს. ეს ტანჯვით სავსე გზა იყო, სახლიდან შორს ყოფნა რთული და დამღლელია. მთელი დრო იმათზე ფიქრობ, ვინც აქ დარჩა. მადლობა ღმერთს, რომ დაუბრუნდით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახლებში და ჩვენს სამშობლოში. ჯერ ეგვიპტეში შევედით, შემდეგ შემოწმებისთვის ევროპელებთან გადაგვიყვანეს. შემოწმება საფუძვლიანი იყო, თუმცა მშვიდად და ძალიან სწრაფად ჩაიარა. მაგრამ როცა ღაზაში შევედით, ყველაფერი ძალიან გართულდა. ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. მე დამაკავეს. ისრაელის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტთან ჩავედით და იქ 6 საათი დავრჩით. მათ ჩემი ტელეფონი და სხვა ყველაფერი აიღეს, რაც თან მქონდა და შესანახად წაიღეს. ჩაიწერეს ჩემი სრული სახელი და ასაკი, დავკითხეს და შემდეგ გვალოდინეს. 15 წუთის შემდეგ წაგვიყვანეს, თვალები აგვიხვიეს, ხელები შეგვიკრეს და ისეთ ადგილზე გადაგვიყვანეს, სადაც ვერაფერს ხედავდით. გვითხრეს, რომ ყველას იძულებით წაგვიყვანდნენ და ზღვაში ჩავკრიდნენ, ხოლო ეს მიწა მათია. მე ვუთხარი, რომ ეს მათი ქვეყანა არ არის, ეს ჩვენი ქვეყანაა, დიდი ტანჯვა იყო. რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ორშაბათს გაიხსნა ჰუმანიტარული მიზნებისა და ადამიანების გადაადგილებისთვის, თუმცა შეზღუდული რეჟიმით. 4 შაბათს შუა დღემდე სასაზღვრო პუნქტი არავის გადაუკვეთავს. გადასასვლელზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და პალესტინელი თანამშრომლები. უცნობია, როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი.